მეორე დღეა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ქალაქ არაქის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები იმყოფებიან. თბილისის შემდეგ 23 კაციანი დელეგაცია შეხვედრებს აჭარაში მართავს. ვიზიტის ფარგლებში დღეს აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატაში ადგილობრივ ბიზნესმენებთან, მეწარმეებთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა გაიმართა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან არაქის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის, სასარგებლო წიაღისეულისა და მრეწველობის სფეროში მოღვაწე ბიზნესმენები. შეხვედრის მთავარი მიზანი აჭარის საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაცნობაა. სტუმრებისთვის რეგიონში განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების და პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში ირანელი ბიზნესმენები ბათუმში სამრეწველო და საპრივატიზაციო ობიექტებს აათვალიერებენ. ქართველ კოლეგებთან შეხვედრისას განსაკუთრებული ინტერესი ბიზნეს პარტნიორობაზე გავამახვილეთ. დაინტერესებული ვართ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებით, ასევე სოფლის მეურნეობის დარგით. აჭარა თავისი ბიზნეს გარემოთი და პოტენციალით ჩვენთვის განსაკუთრებული რეგიონია. ამიტომ ინვესტიციების დაბანდების კუთხით გვინდა რაც შეიძლება მეტი ირანელი ბიზნესმენი მოვიზიდოთ რეგიონში. სოფლის მეურნეობის კუთხით აქვთ ძალიან ბევრი საინტერესო საკითხები. და რა თქმა უნდა საინტერესო იქნება იმ გადასახადით, რომ ჩვენი ბიზნესით დაინტერესებული ირანიდან მობრძანებული სტუმრები გაეცნობიან ერთმანეთს, შესთავაზებენ საინტერესო წინადადებებს. ვფიქრობთ, რომ ყველაფერი დამთავრდება წარმატებით. მიზანი გვაქვს, რომ ქართველი ბიზნესმენები აჭარის რეგიონიდან დაუახლოვდნენ, დაუმეგობრდნენ ირანელ ბიზნესმენებს, რაც შემდეგში გამოიგებს ნაკობს იმისა, რომ შეიქმნას სავაჭრო ურთიერთობები, საინვესტიციო ურთიერთობები და გამოვიდეს ეკონომიკური ურთიერთობები ამ ქვეყანასთან.